ქარელის რაიონის კომისარიატში მნიშვნელოვან საკადრო ცვლილებებს ელიან. წლევანდელების გაცილებაში კი რაიონის ახალგაზრდული დეპარტამენტი ძღებულობს მონაწილეობას. 12 მაისს ქარელის რაიონის სამხედრო კომისარიატიდან 6 წლევანდელი საქართველოს შეიარაღებულ ჯარებში გააცილეს. რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგაზაფხულო გაწევა 10 მაისს დაიწყო. 11 მაისს კი ქარელის რაიონში პირველი გაწევა შედგა და 2 წლევანდელი საქართველოს შეიარაღებულ ჯარებში ჩაირიცხა. რაც შეეხება გუშინდელ დღეს, ქარელის რაიონის გამგეობისა და ახალგაზრდული დეპარტამენტის ინიციატივით მათ პატარა საზეიმო ცერემონიალი და გულთბილი გაცილება მოუწყეს. ყველა წლევანდელი დაუწყებულია, ნაწილი კომისიებზე გასატარებელია ისევ შემდგომში და გაირკვევა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აგრეთვე გადაავადებების თუ ეკუთვნით რაიმე შეღავათებები ოჯახური პირობების გამო, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სწავლის გასაგრძელებლად, რა თქმა უნდა, გამოცხადების შემდეგ, სათანადო დოკუმენტების გაფორმების შემდეგ ზოგს გავიწვევთ, ვისაც ეკუთვნის გაწევა, ზოგს გაუფორმდება გადაავადება. რაც შეეხება თავად რაიონის სამხედრო კომისარიატს, რამდენიმე დღეში აქ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი. სამხედრო კომისარიატის ხელმძღვანელის პოსტს სულ მალე ახალი კომისარი დაიკავებს.